აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამხედრო თვალსაზრისით სწრაფად ტოვებს ევროპას. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპაში მკვეთრად გაიზარდა დრონებთან და აფეთქებებთან დაკავშირებული ინციდენტები. ფინეთიდან მოლდოვამდე და ბულგარეთიდან გერმანიამდე. და ყველგან იკვეთება რუსეთის კვალი. ფინელები საერთოდ ღიად ემზადებიან რუსების მხრიდან დრონებით გარდაუვალი თავდასხმისთვის. ხოლო გერმანიაში გაუნძიებლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონი, რომელიც წინადრეს აღმოაჩინეს უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის მახლობლად ლაიფციგის აეროპორტში, პირდაპირ არის დაკავშირებული მოსკოვთან. ხოლო მოლდოვაში ერთ-ერთი დრონი დღესვე აფეთქდა. და ამასთან ერთად ამერიკის არმიამ მოულოდნელად თანამდებობიდან გადააყენა ერთ-ერთი მთავარი გენერალი, რომელიც პასუხისმგებელია ევროპაში აშშ-ის ძალებზე. ხოლო დაპირებული პოლონეთი. აშშ-ის არმიის ბრიგადა ჯერ კიდევ არ ჩასულა, თვეების შემდეგაც კი, მიუხედავად იმისა, რომ მისი განთავსება პირადად ტრამპმა დაპირდა. ამ გამოშვებაში თითოეულ ფაქტს ცალ-ცალკე განვიხილოთ, რათა გავიგოთ, რა ხდება საერთოდ. რადგან აქ მნიშვნელოვანია, როგორც ამბობენ, ნაადრევად არ უნდა აუფორიაქტეთ, არამედ ყველაფერი მშვიდად უნდა გავაანალიზოთ. რადგან ერთი მხრივ შემაშფოთებელი ამბებია ამერიკული ჯარების შემცირებაზე ევროპაში, გენერლების გადაყენებაზე, რომლებიც სამხედრო დახმარების საკითხებს კურვივებდნენ უკრაინისთვის. მაგრამ მეორე მხრივ, ასეთ გადაწყვეტილებებს გარკვეული ლოგიკა აქვს. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად გავარჩიოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. ჩვენ მივიწერთ 300,000 გამომწერისკენ. ამიტომ მადლობელი ვიქნები თითოეული თქვენი გამოწერისთვის. როგორც ალბათ უკვე იცით, ევროპაში სულ უფრო ხშირად საუბრობენ რუსებთან ომისთვის მზადებაზე და ასევე ფიქსირდება უცნობი დრონების გახშირებული დარტყმები. დავიწყოთ ფინეთით. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ანტიხა კიანენმა დღეს განაცხადა, რომ მოსკოვი შეეცდება ესკალაციას ან პროვოკაციას ბალტიის რეგიონში. უკრაინული უპილოტო აპარატების, როგორც სტრაფეის გამოყენებით. მისი თქმით, ასეთი ოპერაციის ერთ-ერთი მიზანი შეიძლება იყოს დასუსტება. პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერის შესუსტება უკრაინის მიმართ მოკავშირეების მხრიდან, ასევე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მზადყოფნის შემოწმება. ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, ციტატა: ჩვენ მოგვიწევს ვიყოთ ძალიან ფხიზლად. ჯერ კიდევ ცივი ომის დროს რუსეთში კიგბ აწყობდა ისეთ უცნაურ ოპერაციებს, რომ სამწუხაროდ ყველაფერი შესაძლებელია. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინული კომპონენტების გამოყენებაც კი არ მისცემს საშუალებას ოპერაციას სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ დამალვა. მაგრამ მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება იქნებოდა ყველაზე სერიოზული ნაბიჯი, რაც მოსკოვს კარგად ესმის. პარალელურად დრონმა უკვე ფიზიკურად დაარტყა ბულგარეთში და სწორედ აქ ჩანს რუსების მცდელობა ჰიბრიდულად მოახდინონ გავლენა ევროპის ქვეყნებზე. 8 აგვისტოს დილით ბულგარეთის საჰაერო სივრცეში რუმინეთის მხრიდან უცნობი დრონი შევიდა და მალევე აფეთქდა საერთაშორისო გაზსადენთან ახლოს. ბულგარეთის თავდაცვის სამინისტრომ თავდაპირველად განაცხადა, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო უკრაინული სატყუარა დრონი მაია. მაგრამ ბულგარეთის გენერალური შტაბის უფროსმა ადმირალი ემილ ეფტიმოვი მიუცა ბევრად უფრო თავშეკავებული შეფასება. მან პირადად მოინახულა აფეთქების ადგილი. სხვათა შორის, დრონს არანაირი ზიანი არ მიუყენებია, მიუხედავად იმისა, რომ გაზსადენთან ახლოს ჩამოვარდა. და განაცხადა, ციტატა: საუბარი იყო შაჰედია ეს თუ არა. გაერკვა რომ არა. ეს ინციდენტი ჩვენი საზღვრების მახლობლად მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგია. ჩვენ ვეჩვევით, ვადაპტირდებით და ვავითარებთ საჭირო უნარებს. და შემდეგ ეფტიმოვმა პირდაპირ აღნიშნა, რომ არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ ინციდენტი მოხდა ბულგარეთის წინააღმდეგ განზრახული ქმედებების გამო. მისი ვერსიით, აპარატმა შესაძლოა უბრალოდ დაკარგა კურსი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების გავლენით. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მხრივ განაცხადა, რომ ბულგარეთის მიმართულებით განზრახ არაფერი გაუგზავნია. ბულგარეთის ოფიციალური პოზიცია დღეს ასე ჟღერს. ეს არის სხვისი ომის გვერდითი ეფექტი ჩვენს საზღვრებთან. გავაგზავნოთ. მოლდოვა. დღეს 9 აგვისტოს დაახლოებით 13 საათსა და 20 წუთზე ადგილობრივი დროით სოფელ კროკმაზის მახლობლად შტეფანოვსკის რაიონში ძლიერი აფეთქება მოხდა. ადგილზე აღმოაჩინეს საბრძოლო უპილოტო აპარატის ფრაგმენტები. დაშავებულები არ არიან. ადგილზე ჩავიდნენ საპერები და ასაფეთქებელი ნივთიერებების სპეციალისტები. იუწყებიან, რომ ეს უკვე პირველი მსგავსი შემთხვევა არ არის, რადგანაც ცოტა ხნის წინ 5 აგვისტოს
გოგულის რაიონში აღმოაჩინეს რუსეთის დრონის შაჰეთის ფრაგმენტები. ხელისუფლების შეფასებით მას აშკარად ჰქონდა ასაფეთქებელი ნივთიერება. მოლდოვამ სხვათა შორის ადრეც აღიარა, რომ მას სამწუხაროდ დიდი სინანულით არ აქვს რადარები, რომლებიც შეძლებენ მსგავსი უპილოტოების აღმოჩენას მათი მცირე ამრეკლი ზედაპირის გამო. ანუ ქვეყანა ფიზიკურად ვერ ახერხებს დაადგინოს რა და როდის შედის მის ტერიტორიაზე. და როდის და როგორ აფეთქდება. ეს კი მხოლოდ ზრდის манипуляციის შესაძლებლობას რუსებისთვის. ამ კონტექსტში შეგახსენებთ, რომ სულ ერთი კვირით ადრე რუმინეთმა 3 ღამე ზედიზედ ჩამოაბდო თავის ტერიტორიაზე რუსული დრონები შაჰედი, ხოლო პოლონეთში საერთოდაც გადაფრინდნენ. ხოლო რუსული ფთოსანი რაკეტა ხვას-1, რომელმაც დაარტყა მინდორში საზღვრიდან 70 კილომეტრში. და მთელი არსი იმაშია, რომ რუსული დრონები და რაკეტები სულ უფრო ხშირად, თითქოს და შემთხვევით, თავს ესხმიან ნატოს ქვეყნებს. იმ მიზნით, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მალე დაიღალოს ომით და დაიწყოს თავისი ხელისუფლებისგან უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტის მოთხოვნა. რომ ომი მალე დასრულდეს. ლოგიკა მარტივია. თითქოს და შემთხვევით შედიან უპილოტოები შაჰედი. თითქოს და შემთხვევით შედიან რაკეტები ხვას-1. ეს ყველაფერი მიეწერება კავშირის პრობლემებს, რადიოელექტრონულ ბრძოლას და ასე შემდეგ. აი და შესაბამისად ნატო ვერ აცხადებს, რომ რუსეთი პირდაპირ უტევს ალიანსის ტერიტორიას. და ასეთი ინციდენტები განმეორდება ზუსტად მანამ, სანამ მოსახლეობა არ დაიწყებს საუბარს იმაზე, რომ მოусმინეთ, ალბათ უკვე სულ ერთია რა ხდება უკრაინაში. ომი უნდა დასრულდეს, იმიტომ რომ ეს ჩვენკენ მოფრინოს. ამიტომ მოდით შევამციროთ დახმარება უკრაინისთვის, რომ კიევი უფრო დამთმობი იყოს. და სხვათა შორის პოლონეთში, აი მას შემდეგ რაც ხას-1 რაკეტა ჩამოვარდა, უკვე გამოჩნდნენ ჩქვიანები, რომლებმაც უკრაინა დაადანაშაულეს იმაში, რომ რუსულმა რაკეტამ მათი ტერიტორია დაარტყა. ისინი ამბობენ: მოусმინეთ, ეს ხომ თქვენზე არ იყო დამიზნებული. რატომ არ დაიჭირეთ რაკეტა? როგორ გაუშვით რუსული რაკეტა ჩვენს ტერიტორიაზე? აი შემდეგი შემთხვევა ლაიფციგში, გერმანიაში ეს უკვე ბევრად სერიოზულია. 4 აგვისტოს საღამოს. ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე, რეჟიმულ ზონაში, უკრაინულ სატვირთო თვითმფრინავთან ახლოს აღმოაჩინეს უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც აღჭურვილი იყო ასაფეთქებელი ნივთიერებით და დეტონატორით. აეროპორტს მუშაობის შეჩერება მთელი ღამის განმავლობაში მოუწია. რამდენიმე რეისი გადაამისამართეს. ცალკე იძიებენ სხვა სატვირთო თვითმფრინავის შეჯახებას უცნობ ობიექტთან ამავე აეროპორტში დაშვებისას. შედეგად თვითმფრინავმა მცირე დაზიანება მიიღო და უსაფრთხოდ დაждდა სხვა აეროპორტში. გერმანული მედიის ინფორმაციით დრონის დეტონატორი უბრალოდ არ ამოქმედდა. და აი გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ დობრინდმა ადგილზე განაცხადა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონის აღმოჩენა წარმოადგენს საფრთხის ახალ დონეს. მან აღნიშნა, რომ ამ პროვოკაციის უკან შესაძლოა რუსეთი იდგეს და დასავლეთის ძალოვანი სტრუქტურები სულ უფრო ხშირად აკავშირებენ მუშაობის შეფერხების ან ევროპულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის მცდელობების სერიას სწორედ მოსკოვთან. ისინი მიიჩნევენ, რომ გაურეცხავი, გაველურებული რუსეთი შესაძლოა ამოწმებდეს ნატოს რეაგირების უნარსა და მზადყოფნას. და აქ შეგახსენებთ, რომ სწორედ ლაიფციგზე უკვე იყო მიმართული მსგავსი ოპერაცია ადრე. გახსენებთ, 2024 წლის ივლისში ამავე აეროპორტში DHL-ის ლოგისტიკურ ჰაბზე ამოქმედდა ცეცხლ გამჩენი მოწყობილობა, რომელიც ხანძრად იყო შენიღბული. და ეს უფრო ფართო შეთქმულების დაცილია, რომელსაც ლიტვის პროკურატურა მოგვიანებით დაუკავშირა სწორედ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც კავშირი აქვთ კრემლის სამხედრო დაზვერვასთან. იმ ოპერაციის უკან იდგა გრუს პოლკოვნიკი, რომელიც ასე წოდებულ ერთჯერად აგენტებს იბირებდა. ანუ შემთხვევით ადამიანებს, დამნაშავეებს და რაც მარგინალებს, რომლებიც იოლი ფულის სანაცვლოდ ერთჯერად დივერსიას ახორციელებენ და შემდეგ უბრალოდ იკარგებიან. და ასეთ ფონზე აშშ-ს არმიამ ოფიციალურად დაადასტურა. გენერალ-ლეიტენანტი ჩარლზ კონსტანცა, აშშ-ს არმიის მეხუთე კორპუსის სარდალი ევროპაში, გათავისუფლდა სარდლობიდან. აშშ-ს არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გათავისუფლების გარემოებები სრულიად გაურკვეველია. კონსტანცა მეხუთე კორპუსს 2024 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობდა. დროებით მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ბრიგადის გენერალი ჯონ მაუნტფორდი. აქ მონაცემები განსხვავდება. რადგან ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ გენერალ კონსტანცას გათავისუფლება არ უკავშირდება აშშ-ს თვითავდაცვის მინისტრ პიტ ჰექსეტის ფართომასშტაბიან კამპანიას უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის სრულ გადახალისებაზე.
და მას არ აქვს არანაირი პოლიტიკური საფუძველი. ანუ ოფიციალური ვერსიით ეს კონკრეტული გადადგომა არ არის დემონსტრაციული წმენდის ნაწილი, არამედ ცალკე შემთხვევა. მაგრამ რა არის ეს ცალკე შემთხვევა? საერთოდ არ განმარტავენ. ამასთან ამ ამბის გარშემო კონტექსტი მაინც შემაშფოთებელია, რადგან ცვლილება მოხდა უმაღლესი ხელმძღვანელობის უფრო ფართო გადახალისების ფონზე. ჰექსეთის დროს უკვე 200-ზე მეტი უფროსი ოფიცერი ან გადააყენეს, ან იცით გვერდზე გადასციეს, ხშირად საჯარო განმარტებების გარეშე. აქ მნიშვნელოვანია ერთი რამ აღვნიშნოთ. აშშ-ის არმიის მეხუთე კორპუსი რეალურად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის და ზოგადად უკრაინის უსაფრთხოებისთვისაც. საქმე იმაშია, რომ ეს კორპუსი ნაწილობრივ სწორედ პოლონეთშია განთავსებული. ის კოორდინაციას უწევს აშშ-ის არმიის ძალებს მთელ ევროპაში და სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში შეიჭრა, ეხმარება კიევისადმი ამერიკული მხარდაჭერის კოორდინირებაში და მართავს აშშ-ის სამხედრო ყოფნას ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე. და ნახეთ, რუსეთი იწყებს აღმოსავლეთ ფლანგზე შეტევას, ხოლო ამერიკელები ურტყამენ და აცილებენ სარდალს, რაც უცნაურად გამოიყურება. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ პენტაგონმა წელს უკვე შეამცირა აშშ-ის სამხედრო ყოფნა ევროპაში და ყველაზე თვალსაჩინო მაგალითიც პოლონეთთან არის დაკავშირებული. ეს არის მოულოდნელი გადაწყვეტილება გააუქმონ დაგეგმილი მეორე ჯავშანსატანკო ბრიგადის საბრძოლო ჯგუფის პირველი კავალერიის დივიზიის აშშ-ის არმიის პოლონეთში გადაყვანა. მიუხედავად იმისა, რომ გადაყვანის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მაისში მიიღეს, მას შემდეგ რაც ეს გაუქმება კრიტიკას გამოიწვია ვარშავაში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირადად გამოაცხადა, რომ აშშ-ში მაინც განათავსებს პოლონეთში 5,000 სამხედრო მოსამსახურეს, მაგრამ უკვე სხვა ბრიგადიდან. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკამიშმა განაცხადა მიმდინარე წლის ივნისში, რომ ამერიკელი სამხედროების ქვეყანაში დაბრუნება უახლოეს დღეებში განხორციელდება. მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით ეს ასე არ მომხდარა. პოლონეთში ამერიკის არმიის 5,000 ჯარისკაცი არ გამოჩენილა. და აი კონგრესმენმა დონ ბეკონმა, რომელიც რესპუბლიკელია და წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრია, განაცხადა, ციტატა, ჯარისკაცები უბრალოდ სხედან. ისინი ცდილობენ უბრალოდ გადააცადონ ან რაღაც ამდაგვარი. არ მესმის რას აკეთებენ ისინი. აღსანიშნავია, რომ თავად ბეკონი შემთხვევითი კრიტიკოსი არ არის. ის სხვათა შორის წელს კონგრესში ხელახლა არჩევისთვის კენჭს აღარ იხლის. და ღიად უკვე პარტიულ ლოიალობაზე ყურადღების გარეშე ტრამპის მიდგომას უკრაინის მიმართ სუსტს უწოდებს. ხოლო თავად პრეზიდენტს, ციტატა, ადამიანად, რომელმაც პრორუსული პოზიცია დაიკავა და ცოტათი რუსეთის მიმართ დამთმობად იქცა. შედეგად ჩვენ საკმაოდ ქაოტური სურათი გვექნება. ერთი მხრივ გვაქვს რეალური რუსული პროვოკაციები ნატოს ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ და ამდეგ, ეს არის ლაიფციგში მომხდარი ინციდენტი, ფინეთის გაფრთხილება უკრაინული თვედაყვანილი უპილოტოების შესაძლო გამოყენების შესახებ, პოლონეთში შეჭრილი რაკეტები და რუმინიის თავზე დაფრენილი დრონები ერთიან. დასავლეთის სპეცსამსახურების მიერ დადასტურებულ სურათში ჯდება. სურათში, სადაც რუსეთი ამოწმებს ნატოს რეაქციას. ხოლო მეორე მხრივ, გენერალ კრიმას კონსტანცის გადაყენება ოფიციალურად პოლიტიკასთან არ არის დაკავშირებული. მაგრამ ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც რეალურად მიმდინარეობს 2,000-ზე მეტი უფროსი ოფიცრის წმენდა და მთელი წლის განმავლობაში დაპირებული გაძლიერების შეყოვნება პოლონეთში განლაგებულ დაჯგუფებაში. და სწორედ ეს შეყოვნება ნამდვილად გამოიყურება როგორც დასუსტება, რომელსაც ვარშავა და თავად ამერიკელი კონგრესმენები მზარდი გაღიზიანებით აკვირდებიან. მით უმეტეს იმ მომენტში, როდესაც რუსეთმა დაიწყო სწორედ ის ნატოს მტკიცე ნების გამოცდა. აქ წერტილებს დავშავ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწყაპოთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. ამით დასრულდა ყველაფერი. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.